სხვაშორის უნდა გითხრა რომ თქვენ ბევრი რამ არ შეგიძლიათ, სიჩუმე შეგიძლიათ მარტო და წყნარი ყოფნა. ხელისუფლებას შეუძლია ყველაფერი. ხელისუფლებას შეუძლია ხელისუფლების მეთაურს რომ მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება. ისეთი ნაბიჯი გადადგას, როგორც გადადგა სამწუხაროდ ცხოვრების მეორე ნახევარში გაუდილიო ფრანკომ. როდესაც მან ერთად დაასაფლავა რევოლუციისთვის დაღუპული რესპუბლიკელებისა და ფალანგისტების. და დაარქვა ამ საფლავს სახელი, თუმცა აქ საფლავს აწერია, რომ ისინი ორივე ესპანეთისთვის დაიღუპნენ. არ შეიძლება ასეთი გაუცხოება იყოს. ხიდის აღდგენა. კაი მაგალითია და ფრანკოს რა მიბიძგა ამაზე. ფრანკოს უბიძგა ზუსტად იმ განწყობაც საზოგადოებაში არსებობს. რაც შიგნით არსებობს. ხოჩურის ესპანურ ეროვანი ქვეყნებიდან პინოჩეტი იყო მაგალითი იმისა, რომ აი ეს მიუხედავად იმისა, რომ აღორძინა ჩილე, აი ეს ვერ განსაზღვრა, რომ ეს ამ ტიპის ბოდიში არ მოუხადა იმ 30,000 დაღუპული მემარცხენის ოჯახის წევრებს, ვინც მისი რეჟიმის დროს განაგრძობდა. სამარცხინოდ ბოლო წლები გვახსოვს შეგდებოდა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნაში დაყოლოდა. მოხუცებულობას დაათრევდნენ ხან სასამართლოში, ხან მეორეში. ასე რომ აი ეს არ გააკეთა და ფრანკომ ეს განსაზღვრა მიხვდა და გააკეთა და სხვა შედეგიც მიიღო იმ წუთში. იმ წუთში დაუდგა მას გვერდით ესპანეთის, ესე იგი, მონარქიული ჯგუფით. ეს იყო გადამწყვეტი. ამით შეინარჩუნა ესპანეთი, თორე თქვენ ის კატალონია იქ დღემდე სხვაგან იყურება, ეს ბასკონია სხვაგან. მოკლედ ამას გავანებოთ. ეხლა მოკლედ ეს მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებას შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას. ამ წუთში არსებულ საზოგადოებას? ეხლა საზოგადოების როლი. რატო გეკითხები ხოლმე სიტყვით ჩავერთები? ხშირად ჩვენთან როცა აკეთებენ ხოლმე პრეზენტაციას, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებისას ამბობენ, რომ არის რაღაცა 20-25 არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც პროცენტი აქტიური ოპოზიციის მომხრე, არის დაახლოებით ამდენივე აქტიური ხელისუფლების მომხრე და არის დიდი უმრავლესობა საზოგადოებისა, რომელიც არის შუაში, რომელიც არის ნეიტრალური და უყურებს პოლიტიკურ პროცესს. აი ამ ნეიტრალურ საზოგადოებას, ანუ დიდ უმრავლესობას, აქვს რაიმე გადამწყვეტ მომენტში? იცი რა შეესახმე, ხელისუფლებისთვის საზოგადოების პოზიცია არ არის გადამწყვეტი. ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ დასავლეთის პოზიცია, ისიც გადამწყვეტი არა. ასე ვთქვათ, ანგარიშგასაწევრი. მაგრამ საზოგადოების აი ეს ნაწილი, რომელიც აღნიშნე, პრინციპში მათი პასიურობა ხშირ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, პროცესებს ამახინჯებს. იმიტომ მე მინახია უამრავი უცხოელი კორესპონდენტი ჩამოსული, ისინი ხო ჩამოდიან და ხვდებიან ხშირ შემთხვევაში არჩევანი არ აქვს, უბრალოდ ისიც აცნობენ. ხო არის კონკრეტულად ვიღაც ინგლისურენ კორესპონდენტი დაურეკა ვიღაც ნაცნობს თავისას, იმან წაიყვანა თავის ნაცნობთან თბილისში. და სხვადასხვანაირი ინფორმაცია მიაქვს ხოლმე, ჩვენ გვიკვირს ხოლმე, რატო ესეთი ფართო სპექტრი ინფორმაციის, რატო ეგეთ დამახინჯებული ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში ისინი საზოგადოების ამ ტიპის წარმომადგენლებს ხვდებიან, რომელსაც ერთი წელშია გამოსული და მეორეც. და კონფორმისტულად უდგებიან, ვისთანაც არიან კონკრეტულ მომენტში სუპრასთან, იმასთან არიან კარგად. ჩვენი საზოგადოება რო აქ პასიურია საერთოდ დიდი ნაწილი და არ არის სახელმწიფოსთვის მოწყობილი და არ გავს იმ საზოგადოებას, რომელიც იყო თუნდაც 18-21 წლებში საქართველოში, ამის მაგალითია ეს საქართველოს ეგეთ მდგომარეობაშია. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ხელისუფლებამ ყველამ, რომელიც დღემდე საქართველოში იყო, ყველაფერი გააკეთა იმის, რომ საზოგადოება ხალხისგან არ შემდგარიყო საზოგადოება და ხალხისგან უფრო ბრბოსკენ, ესე ვთქვათ, მიმართულ ამ მიმართულებით მიმართავდნენ ხალხს. ხელისუფლებას ეწიფება ხელთ, რომ ხალხისგან შექმნას ანბორბო საზოგადოება. აი საერთაშორისო საზოგადოება ახსენენ. საერთაშორისო საზოგადოება ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ თავის პოლიტიკურ ინტერესებს მისდევს. თავისი პოლიტიკური ვთქვათ კონიუნქტურა. თუნდაც თავის პოლიტიკურ ინტერესებში ხა თავარი ინტერესი არის ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა. დემოკრატია სტაბილურობა აკმაყოფილებს ბევრს. ეს როგორ სტაბილურობა 2 წელი საქართველოში ყოველი შემოდგომა და ყოველი გაზაფხული მაშინ თუ ეს თქვენ თავში უნდა ეძებოთ იმას ოპოზიციამ. საქმე ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში მე ბევრი უცხოელი ექსპერტისაგან თუ პოლიტიკოსისაგან მომისმენია, რომ ოპოზიციის პოზიცია, ასე ვთქვათ, არ არის მკაფიო და გასაგები. არ ჩანს ლიდერი, რომელიც იმ ფასეულობებზე ეს თქვენ იცით ძალიან კარგად. მაგრამ მეორეს მხრივ თქვენ დილემის წინაშე ხართ იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებას პირიქით ეს მოწონს, რომ არ არის ერთი ქარიზმატული ლიდერი და არის რამოდენიმე ლიდერი და მათ არჩევანის საშუალება აქვს. ამ თვალსაზრისით საქართველოს შიდა მოხმარებისთვის თქვენი ტაქტიკა სწორია, მაგრამ გარემო მოხმარებისთვის სამწუხაროდ არა. ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა.
რომელიც თავის როლს რასაკვირველი ასრულებს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ უნდა წარმოვიდგინოთ დედამიწის ჭიპად არის. შე შემთხვევაში ასე წარმოვიდგენთ ხოლმე. ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, რომ აი მე მომისმენია კიდევაც. ჩამოვა ახლა კონდი, მაგალითად ეს ტექსტი მომისმენია და ამას ახლა ჩამოვა ახლა ბაიდენი და წაიყვანს სადღაც. არა, კონდი კარგია, კონდოლიზასაც აღარ ამოდა კონდი. ფამილარულად. ხო, ახლა ბაიდენი ჩამოვა და წაიყვანს. არავის არ წაიყვანს. ყველაფერი უნდა დაიმტკიცოს, უნდა აჩვენო, რომ შენ ხარ ერი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. სამწუხაროდ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ჩვენი ხელისუფლებები ბისპრალია ზუსტად ის, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, ჩვენ პატივისცემა მსოფლიოს თვალში მანამაინც არ გქონდეს. ეხლა შენ ახსენე სანამ ეთერი დაიწყებოდა დაკრული აქვს გიას კედელზე ილიას ლექსი, რომელიც მეგონი სასკოლო პროგრამაშიც არ არის შეტანილი, ეს არის 19 საუკუნე. კი. და წერია ესეთი ფრაზა გასდევს. დავაკეთეთ რა შეგვიძლია 19 საუკუნე იგულისხმება ილიასი როგორ მიუნება ეს ქართული სახელმწიფო ნადგურდებოდა. ახლა შენ ახსენე კონფორმიზმი, შეიძლება ამას ინდიფერენტულობაც უწოდოს. დღევანდელი ქართული საზოგადოება საერთოდ რამდენად აღიქვამს იმ პრობლემას, რამდენად დაინტერესებული არის იმ ძალიან დიდი გამოწვევებით, რაც საქართველოში არის. მაგალითად ვთქვათ ერთი ქვეყანაში რაც მიდის რუსთაველზე ლოკალიზებული პროცესი, სხვა შორის ესეც ძალიან გავს 91 წელს, მე მახსოვს 91 წელს, როცა დეკემბერ-იანვარში რაკეტები, ესე იგი რაკეტებს უშვებდნენ ერთმანეთს ქუჩის ორი მხრიდან, საბურთალოზე შეგეძლო ბაზარში შესულიყავი და ბოსტნეული გაყიდა. შენ პატარა იყავი, შეიძლება არ გახსოვს, სასტუმრო თბილისის წინ მოპირდაპირე მხარეს იყო კაფე ნარგისი, რომელსაც ჩამსხვრეული ჰქონდა შუშები, რადგან საომარი ვითარება მიდიოდა. ხო და იმ ნარგისში სკამები იყო დალაგებული ამ ვიტრინის გასწვრივ, ხო არა? თუმცა კაფეა და იქ სკამები სხვა ადგილას უნდა იდგეს. აი ყველაფერი იყო დალაგებული ვიტრინის წინ, კინო იყო მოწყობილი. სანახაობა, იქ ხალხი იჯდა და უყურებდა და მე მინახე დაჭილი როგორ გადმოვარდა ერთ-ერთი სკამიდან, მაგრამ ის ადგილი სხვამ დაიკავა და გააგრძელა ყურება. ანუ ეს არის ეხლა ნუ ეხლა ქართველების ხასიათი და სხვა რამეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩვენი ტრაგედია. ჩვენ ამასაც მივეჩვიეთ. ჩვენ მივეჩვიეთ დაძაბულობას, ჩვენ მივეჩვიეთ დაჭირებას, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ მუდმივად ომი უნდა იყოს და უბედურება, თუმცა ასე გულა ვაძაგებს, მაგრამ მე ქვეცნობიერ დონეზე ვლაპარაკობ. ეს არის ტრაგედია ერის. ერი მიეჩვია ომს, მიეჩვია წაგებას, მიეჩვია თვითმგომარეობაში ყოფნა და მიეჩვია რომ იყოს აი ესეთი არა გამარჯვებული. ეს არის ისეთი რამ, რაც სპეციალურად უნდა გააკეთო, რომ შექმნა მერისგან თავმოყარე ერისგან უთამოყარეო ერი. ბოლოს შეკითხვას დაგისვამ ამ თემაზე და მე მინდა გადავიდეთ ასევე ტერიტორიების საკითხი, რომელიც საერთოდ მე მგონი ნელა საერთოდ ვეტო დაედო ამას ქართულ მედია ეთერში. მაგრამ ამ თემაზე მინდა დავასრულო. დღეს მოვისმინე ერთგვარად რაღაც ცოტა იმედის ნაპერწკალივით იყო, რომ თითქოს უმრავლესობის რიგებში რამოდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ პლასტიკური ტყუების შესახებ აი ამ ახალი კანონის მიღებას ხარს არ დაუჭერს. ახლა პლასტიკური ტყუები და რაღაც ლამაზი სახელი შემოიღეს კიდე არალეტალური, რომ საზოგადოებას არ ესმის. ეს არის თვალების დათხრის ტყუები, აი ორმა ადამიანმა 6 მაისს ამ იარაღით დაკარგა ხედელობა. ხო არ შეიძლება რომ მართლაც მოხდეს აი რაღაცა განსაკუთრებული საშიშროების, განსაკუთრებული ტრაგედიის ახლოს როცა ქვეყანა უკვე დგას, თუნდაც მართლი ელიტის შიგნით მე არ ვამბობ რომ გაიმიჯნონ მართლ ელიტას, მაგრამ ვიღაცებმა თქვან რომ მართლაც ეხლა უკვე ძალიან ახლოს ვართ ტრაგედიასთან. არის ამის რესურსები ხელისუფლებაში ხედავ? არა, მე მაგის რესურსს ვერ ხედავ, იმიტომ რომ უკვე ერთხელ უკვე თქვი და გავიმეორებ, რომ ყველა ქმედება, რომელიც მათი, ესე ვთქვათ, დაცვისთვის არის, მათი მდგომარეობის დაცვისთვის არის შექმნილი, მათთვის არის მისაღები. და რომელიც, ასე ვთქვათ, პარალელის გავლების შემთხვევაში რომელიმე ქვეყანაში აღმოჩნდება. აი ხა აპელირება ხდება სხვა შორის თქვენც უშვებთ ხოლმე ამ შესწავლას. აპელირება ხდება განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების, ან ბრიტანეთის, ან საფრანგეთის, ან დიდი ესეთი დალაგებული ქვეყნის კანონმდებლობა ლოგიკურად მესმის. ხა თუ კარგს არ შეედარე, მაშინ რას უნდა შეედარო. მაგრამ აქ სხვა პირებებია, სხვა მდგომარეობა. აი ძალიან მარტივ რამეს გეტყვი, იცი? როდესაც შემზარა ლევან ანჯაფარიძის მიერ მომზადებულმა კლიპმა თუ გახსოვს, ბავშვი რო პოლიციის სურათმა, იმიტომ რომ მამამისი იყო, ხო? საქმე ის არის, რომ ეს ნათესაური და ესე ვთქვათ, ახლობლური თემა საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს და მუშაობდა ყოველთვის და მუშაობს. აი ხა ამ ბიჭებს რო უსმენდი. მე ხო ვიცი, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი სახეს იმიტომ იფარავენ, რომ არ უნდათ რომ იცნონ